ფსიქოსომატიკა შინაგან მედიცინაში აქცენტი ცოტა უფრო კარდიოლოგიაზე იქნება გაკეთებული. ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენს ყველას გვაწუხებს განსაკუთრებით, ეს ეხება ამბულატორულ მიღებას. რა არის ფსიქოსომატური დაავადებები? დავიწყოთ ამით. ესე იგი, ეს არის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ფსიქიური და ფიზიოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. ეს შეიძლება იყოს ფსიქიური დაავადება, რომელიც თავს ფიზიოლოგიურ სომატურ დონეზე იჩენს თავს, ანუ ფსიქიური დაავადება, მაგრამ ტკივა სიტყვაზე ვამბობ გული. ეს შეიძლება იყოს სომატური დაავადება, რომელიც ფსიქიურ დონეზე იჩენს ხოლმე თავს, ძალიან ხშირად ამას შევხვდებით ქრონიკული დაავადებების ფონზე, ან ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენით განვითარებული სომატური დაავადება. ამაზე მოგვიანებით ერთ-ორ სიტყვას კიდევ გეტყვით. რა არის სომატოფორმული დაავადებები? ვიწყებთ ტერმინოლოგიით. ეს არის ფსიქიური დაავადებები, რომლებიც თავის გავლენით ემსგავსებიან სომატურ დაავადებებს. და ბოლოს ფსიქოსომატური დაავადებების დამახასიათებელი ნიშანია ძალიან მრავალფეროვანია და ერთნაირი გამოვლენა აქვს, ჩვეულებრივ მოიცავენ სხვადასხვა სისტემებს, მაგრამ არ იწვევენ ორგანულ დაზიანებას, არ იწვევენ ფიზიოლოგიურ დაზიანებას. თუმცა აქ არის გამონაკლისი, ეს არის ტაკოცუბოს სინდრომი, რომელიც მოგეხსენებათ ისეთ გამოვლენას იწვევს, რომელიც შეიძლება პაციენტისთვის სასიკვდილო გახდეს. თუმცა დღეისთვის დამტკიცებულია, რომ მიზეზი აქ არის ძიმე ფსიქოლოგიური სტრესი. ეხლა აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ეს მოზაიკური მოდელი არტერიული ჰიპერტენზიის, ჩვენთვის კარგად ცნობილი ავადმყოფობის, სადაც აი ფსიქოემოციური ფაქტორი ოდითგან ითვლება ერთ-ერთ სავარაუდო პათოგენეზურ მექანიზმად. მარჯვენა მხარეს, მარჯვენა თუ მარცხენა? მარჯვენა მხარეს თქვენთვის წარმოდგენილია ძველი ვარიანტი, ალან პეიჯის მიერ წარმოდგენილია ეს ვარიანტი, ჩამოწერილია იმ მომენტისთვის სავარაუდო პათოგენეზური ფაქტორები, მარცხენა მხარეს განახლებული ვარიანტი, შარშან წინ წარმოდგენილი და ყურადღება ბევრი რაღაცა შეიცვალა, ყურადღება მიაქციეთ ახალ ფაქტორებს, მიკრობიომი, არტერიული ჰიპერტენზიის პათოგენეზში. ნუ რენალური გასაგებია, გენეტიკა გასაგებია, მარილი გასაგებია. მარილი დაიხსომეთ რა ერთი წუთი, იმიტომ რომ მე ამ თემას დაუბრუნდები. სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია. ანუ ნერვული სისტემის ფაქტორი დღესაც განიხილება როგორც არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი სავარაუდო პათოგენეზური მექანიზმი. ნერვულ სისტემაზე როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ და შინაგან მედიცინაზე როდესაც ვლაპარაკობთ, დამოუკიდებლად შინაგანი მედიცინის დარგისა არ შეიძლება არ გავიხსენოთ ავტონომური ნერვული სისტემის დისფუნქცია, ეგრეთ წოდებული დისავტონომია, რასაც ჩვენ ასევე ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებით. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი ფსიქოსომატიზაციის და რა არის ეს ახაც ისევ ტერმინი. გულისხმობს ავტონომური ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციურ ან ორგანულ დარღვევით გამოწვეულ დაავადებებს და სინდრომებს. უფრო ხშირად ეს სინდრომები არის ხოლმე. დიზავტონომიას ახასიათებს მრავალფეროვნება, ყველაზე ხშირად თავს იჩენს ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანოების, ასე ვთქვათ, დაზიანების ნიშნებით. კარდიოვასკულური. ალავერდი ვარ არითმიასთან, ალავერდი ვარ ექსტრასისტოლიასთან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ექსტრასისტოლია ძალიან ხშირად არ არის განვითარებული ორგანული დაავადების, ორგანული დაზიანების, ასე ვთქვათ, ფონზე, მათ შორის პარკუჭოვანი იქნება, განსაკუთრებით ატრიოვენტრიკულური და ამ დროს შეიძლება იყოს ძალიან შემაწუხებელი პაციენტისათვის, როდესაც პირდაპირ არის ჩვენებაში, როდის უკურნალობთ ექსტრასისტოლიას, თუ ის გამოწვეულია მძიმე ორგანული დაავადებით, რომელიც საშიში ხდება ექსტრასისტოლია უკვე უეცარი კარდიოვასკულური არითმოგენული სიკვდილის თვალთახედვით, ან თუ ექსტრასისტოლია იწვევს ჩივილს. აი სწორედ ფსიქოსომატური დაავადებების ფონზე განვითარებული ექსტრასისტოლია ძალიან ხშირად დაკავშირებულია უსიამოვნო შეგრძნებებთან და მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის შრომის უნარიანობას. საჭირო ეს ხშირი მარტო ექსტრასისტოლია კი არის, თვითონ ელემენტარულად, როდესაც კარდიალგია პირდაპირ გვაქვს დიაგნოზი. როდესაც არ არის დაკავშირებული არავითარ გულის ორგანიკასაც არ გულისხმობს, სხვა რომელიმე ორგანულ დაზიანებასთან, ხერხემლის პათოლოგია იქნება ეს თუ საყრდენი აპარატის პათოლოგია, ანუ ნებისმიერ ვარიანტში. საჭირო მონელებელი სისტემა აქ საერთოდ მოგვიანებით ამაზეც ვისაუბრებთ, რატო მართალია კარდიოლოგები ხართ. მაგრამ თქვენთან ეს პაციენტები ძალიან ხშირად ხვდებიან, იმიტომ რომ თავისთავად ეს ძალიან ხშირი მდგომარეობა არის. სასუთხის სისტემის რამდენი პაციენტი მოდის თქვენთან, რომ გეუბნებიან ვერ ვსუთხავ. ამოსუნთქვა მიჭირს, არა და ამოსუნთქვა კი არის, ჩასუნთვის პრობლემა აქვს. სხვა შორის რატოღაც ქართულ პოპულაციაში, აი შეგიძლიათ ეს 500-ზე მეტი გექნებათ, თქვენ რო კითხოთ, აბა ჩაისუნთქე პაციენტს,
აბა ამოისუნთქე უკუღმა აკეთებს. თან ყველაზე საინტერესო რა არის, ბევრი ვარჯიშობს იოგას. და ამ იოგას სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს აბსოლუტურად უკუღმა. ანუ იქ სადაც უნდა ჩაისუნთქოს, ამოისუნთქა პირიქით. ნუ ყოველ შემთხვევაში კარგად ყველამ კარგად იცის, საერი არ ყოფნის, სუნთქვა არ ყოფნის, არა? შარშა-სქესო სისტემა, რამდენი პაციენტი ყავთ? უამრავი. ახალგაზრდები, ხანშესულები, მამაკაცებთან იწყება პროსტატის, ასე ვთქვათ, კვლევა, იმნაირი, ამნაირი, ამ დროს აქ არავითარი პათოლოგია არა, ხანშესული ქალები ეძებენ საშარდე სისტემის ინფექციას. ეს არის გახშირებული შარდვა, იმპერატული მოთხოვნა მოშარდვის, ეს არის ღამე ადგომა მოსაშარდად. არა და ამის უკან ხშირად არავითარი ინფექცია არ არის, არავითარი წინამდებარი ჯირკვალი არ არის, ძალიან ხშირად არის სწორედ რომ ფსიქოსომატიკა. და თერმორეგულაციის მოშლა. ისე ვუბრუნდები ქალბატონებს სიცითლე, სახის წამოწითლება, წამოხურება, რას ახასიათებს? კლიმაქსური სინდრომი არის, ესეც ფსიქოსომატიკა არის. ასე რომ ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში ამას ძალიან ხშირად ხვდებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამასთან არის დიზავტონომია რა არის. აი ზოგადი სიმპტომები, დაღლილობა, სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ეს ცალკე სინდრომი არის. ძილის დარღვევა, მოუსვენობა, აგზნებადობა. აგზნებადობა ერთია, შფოთი მეორეა. შფოთი სიტუაციური არის. აგზნებადობა ცოტა სხვა არის. დიაგნოსტიკის პროცესში უნდა მოხდეს დიფერენცირება ჩივლების და მიხედვით, გულსილმდროვთა სისტემის დაავადებებთან, გასაგებიანი ფარისებრი ჯგუფის დაავადებებთან, ჰიპერფუნქცია, ჰიპოფუნქცია, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ავტოიმუნური დაავადებები და რევმატული დაავადებები, მათ შორის ელერსდავლოს მე კიდევ დაუბრუნდები, ნევროლოგიური დაავადებები, პარკინსონიზმი, იატროგენული მედიკამენტების ზემოქმედება და ასე შემდეგ. ანუ დიაგნოსტიკა არც თუ ისე მარტივია და მე მინდა აი წარმოიდგინეთ, ეს არის ქოლგა, დიზავტონომია, რომლის ქვეშ გაერთიანებულია უამრავი სხვადასხვა სინდრომი, რომლების უკან კიდევ სხვადასხვა დაავადებები იმალება. ეხლა მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ის, რასაც თქვენ ხდებით საკმარისად ხშირად, მაგრამ ძალიან იშვიათად ახდენთ მის დიაგნოსტიკას. თუმცა ხშირად ხდებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე გულისხმობ პოსტკოვიდურ პერიოდს. ეს არის ორთოსტაზული დისრეგულაციები. აქ რა გვაქვს? პირველი ეს რეფლექტორული სინკოპე, ამაზე ჩვენ არ გავჩერდებით, ყველა ვიცით რაც არის, როგორც არის. ესე იგი, ორთოსტაზული ჰიპოტენზიის სინდრომი. რა არის? ეს არის არტერიული წნევის ვარდნა, ფეხზე წამოდგომიდან პირველი 3, მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში 20 მმ სისტოლურისთვის, 10 მმ დიასტოლურზე, აი ამ მაჩვენებელზე მეტად. და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისას ეს ყველაფერი უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. ახლა რაშია საქმე? მე კი ცოტა გავშიფრებ რაღაც მომენტებს. დავუფიქრეთ, ეს საკმარისად ხშირი მომენტი, ეს უბრალოდ ის კი არ არის პაციენტს დაუვარდა წნევა, მე ავიდა. ეს შემაწუხებელია პაციენტისთვის. და დაიხსოვეთ, რომ აღნიშნული სინდრომი შეიძლება ჰქონდეს როგორც ადამიანს ნორმალური არტერიული წნევით, შედარებით დაქვეითებული, ჰიპერტონიკს შეიძლება ჰქონდეს. ანუ წევს აქვს მაღალი წნევა, წამოდგება წნევა ეცემა. ეს არის დიდი პრობლემა ექიმისათვის კურნალობის თვალსაჩინით. არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო. ძალიან რთული სამართავი პაციენტი არის. პოსტურალური ორთოსტაზული ტახიკარდიის სინდრომი, პოცი ეგრეთ წოდებული. ეს არის გულისცემის სიხშირის გაზრდა ვერტიკალურ მდგომარეობაში, წამოდგომიდან 10 წუთის განმავლობაში მოზრდილებთან მეტი 30 დარტყმით, ბავშვებთან 50-50-ზე მეტი, ან წუთში 120-ზე მეტი გულისცემის სიხშირე. ამასთან წნევის ვარდნა არ ფიქსირდება. იმიტომ თუ წნევის ვარდნა არის, ჩვენ უკვე მეორე სინდრომთან გვაქვს, ან შეუღლებულ სინდრომთან გვაქვს საქმე. და უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში, ზოგჯერ დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან. აი ეს არის პოცის კლინიკა ჩამოყალიბდა. აჩარდა გული, მე რა მოხდა? საქმე ის არის, რომ შემაწუხებელია პაციენტისათვის და პირველ რიგში რა უჩივის გულის ფრიალს. მაგრამ მარტო გულის ფრიალით ეს არ თარდება. შეიძლება ეს არ იყოს მარტო გულის ფრიალი. მას შეიძლება ბაბტიეთ აქ ხო. მას შეიძლება ქონდეს აბსოლუტურად სხვა გამოვლენები, ეს შეიძლება იყოს, აი აქ არის ჩამოთვლილი, კარდიალგია, დისკომფორტი გულის არეში. გულთან არადაკავშირებული გამოვლენები, დაბინდვა გონების, აზროვნების შენელება, ზოგადი ცუდათყოფნა, იმპერატული მოშადვის მოთხოვნა, კუჩი გასვლის მოთხოვნა
და საინტერესო რა არის, აი ამ ვისაც მკვეთრად გამოხატული აქვს სინდრომი, გონების დაბიდვა, იდერმად მკვეთრად არის გამოხატული, ვერტიკალურ მდგომარეობაში ლექციის წაკითხვა უჭირს, კითხვა უჭირს, საკმარისია წამოწვეს ან დაждდეს, ეს სიმპტომატიკა მკვეთრად უმჯობესდება, ან საერთოდ ხრება. ანუ ეს არის ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობა. და წარმოიდგინეთ, რამდენი სხვადასხვა სიმპტომი შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებული, როგორც გულის მხრივ, ასევე კარდიალური, ბაბათეთ, არაკარდიალური. ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის წვივების შეწითლება, შეშუპება, აი აქ არის წარმოდგენილი, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაში არის და ეს სიმპტომი უფრო ხშირი არის ქალებთან, ნორმალური წვივი, შეწითლებული წვივი იგივე. და აქ უფრო შეწითლებული და შეშუპებული წვივი. დაუკვირდით თქვენ პაციენტებს, ესეც ხშირად გაქვთ ხოლმე. და რა მომენტი არის, ძალიან ხშირად ეს სინდრომი დაკავშირებული არის სტრესთან, სტრესს მოსდევს ხოლმე. ხა ეს რა სახის სტრესია, შეიძლება იყოს ოპერაციული ჩარევა, შეიძლება იყოს ინფექციური დაავადება. ამიტომ ვახსენე, კოვიდის შემდეგ ძალიან გააქტიურდა ეს თემა, იმიტომ რომ ეს დიდი ხანი ამ სინდრომს იცნობენ, მაგრამ გააქტიურდა, იმიტომ რომ გახშირდა. და ასე შემდეგ. აი აქ არის პოსტურალური ორთოსტაზული ტახიკარდიის ან სინდრომი და მის გარშემო გაერთიანებული სხვადასხვა პათოგენეზური ვარიანტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის და მალთვის თვალთახედვით. პირველი არის ჰიპოვოლემიური. გასაგები არის, ჰიპოვოლემია არის განვითარებული რაღაცის გამო, ეს სხვა შორის უფრო ხშირი არის ხანში შესულ ადამიანებთან და გასაგები არის სითხეს ნაკლებად მოიხმარეთ და მკურნალობაც გასაგები არის მეტნაკლებად. უნდა შეივსოს სითხით, მაგრამ სითხით შევსვები მარტო საკმარისი არ არის, ამაზე კიდევ ცოტა მოგვიანებით. ნეიროპათიური შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული, აქ აბსოლუტური ორგანიკა არის, მაგრამ წინაპრობაზე არის წამოწეული ვეგეტატიკა. იმუნური სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებული და აი აქ დაუკვირდით, ეს არის ღრუბლისებრი უჯრედების ჰიპერაქტივაციის სინდრომი, რომელიც ასევე ხშირია და ნაკლებად ვიცნობთ. ეს არის ჰიპერმობილობის სინდრომი, ელერსდალო, გასაგები არის და პირველადი ჰიპერადრენერგიზმი, ანუ ადრენერგული ნერვული სისტემის, სიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერაქტივაცია. აი ამას საკმარისად ხშირი. საქმე ის არის, რომ თვითონ ამადგას განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული მკურნალობა არის. აქ არის პოცის ძირითადი ვარიანტები, ასე ვთქვათ, კლასიფიკაცია დღევანდელი როგორ გამოიყურება. ეს არის ტახიკარდია ვერტიკალურ მდგომარეობაში, კარდიოვასკულური ნიშნებით, გულის ფრიალი, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, კარდიალგია, პოცი ვერტიკალურ მდგომარეობაში, პლუს კარდიალური გამოვლენები და პლუს არაკარდიული ნიშნები, თქვათ, ავდექი, გული ამიფრიალდა და მუცელი შევემბერა, ან გონება დამებინდა. ეს არის კარდიოვასკულარული ნიშნები ტახიკარდიის გარეშე, ესეც პოცში გადის. ტახიკარდია არ მაქვს, ანუ ანამნეზი მნიშვნელოვანია, თუმცა ამის დიაგნოსტიკა მარტივი არ არის. კარდიოვასკულური ნიშნები, სხვა ნიშნები, პლუს სხვა ნიშნები ტახიკარდიის გარეშე და ბოლოს პოცი გამოწვეული სხვა დაავადებებით. დიაბეტზე რომ ლაპარაკობდი, ელერსდალოზი და ასე შემდეგ. ანუ იგულისხმება რა? მკურნალობა, აქ არის ავადმყოფობა, რომელიც მოითხოვს გარკვეულ მკურნალობას. რანაირად ხდება დიაგნოსტიკა? დიაგნოსტიკა არის უმარტივესი, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ, ასე ვთქვათ, საექიმო კაბინეტში. რა არის საჭირო? პირველი უნდა იყოს საწოლი, ჰორიზონტალური საწოლი, მეორე უნდა ქონდეს წრევის აპარატი, უმჯობესი არის ავტომატური წრევის აპარატი და ნებისმიერი პულსის გამზომი ხელსაწყო, თუნდაც პულს ოქსიმეტრი. პაციენტი წევს 10 წუთის განმავლობაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამის ბოლოში ჩვენ ვზომავთ წრევას და ვაფიქსირებთ გულისცემის სიხშირეს. შემდეგ პაციენტი გადადის ვერტიკალურ მდგომარეობაში, ჯობია რომ უნდა დადგეს კედელთან და მიეღწოს კედელს. აქ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ფეხიდან ფეხზე წონა არ გადაიტანოს, ანუ პერიფერიული გული არ ჩართოს აი ამ სისტემაში. უნდა მიეღწოს კედელს, რომ არ დავარდეს. იმიტომ რომ თუ გამოხატულია სინდრომი, შეიძლება გონება დაკარგოს და ტრავმატოლოგიაში წავა თქვენგან პაციენტი პირდაპირ სხვა პრობლემებით არა და აქაც ეს აკეთებთ 10 წუთის განმავლობაში ზომავთ წრევას და პულს უფრო სწორედ. ყოველ მესამე წუთს, პირველი წუთი, მესამე წუთი, მეხუთე წუთი, მეშვიდე, მე-10 წუთზე ზომავთ პულს და პირველ, მესამე და მეხუთე წუთზე წრევასაც. თუ წრევა დაგივარდათ პირველი 5 წუთის განმავლობაში, ეს არის პოსტურალური ორთოსტაზული ჰიპოტენზიის სინდრომი, თუ პულსი გაგიხშირდათ 10 წუთის განმავლობაში, ეს არის პოსტურალური ორთოსტაზული ტახიკარდიის სინდრომი.
კიდევ ვიმეორებ, ეს არის ხშირი მკურნალობა რა ნახლა, თუ ძირითადი დაავადება ამ შემთხვევაში დიაბეტია, თუ ძირითადი დიაბეტური ნეიროპათია, ცოტა სხვა მომენტი არის. ელერსდანლოსთან მიმართებაში პრინციპში იგივე რჩება, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, ჰიპერადრენალური ან ჰიპოვოლემიური სინდრომია, უკვე მკურნალობა რა არის? პირველი, რა უნდა აღიკვეთოს? ის რაც ხელს უწყობს ვაზ დილატაციას, ეს არის ალკოჰოლი, ეს არის სიცხე, ეს არის ცხელი აბაზანა, სხვა შორის ანამნეზის გამოკითხვის დროს იგითხეთ ცხელ აბაზანას კი არა, ცხელ შხაპს როღებლობს, როგორ გძროს პაციენტი თავი. ჩვენ თავს ჩვეულებრივ ამ პაციენტებს გულისცემა უჩქარდებათ ხოლმე ცხელ შხაპზე. ცხიმიანი საკვები. უნდა მიიღოს სითხე ჭარბიოდენობით და მარილის მიღებული რაოდენობა უნდა იყოს 12 გრამი ან მეტი დღის განმავლობაში, იქამდე რომ არსებობს სპეციალური მარილის ტაბლეტები იმ გაოხრებულ ქვეყნებში, რასაც ასმევენ პაციენტს და წამოწეული, ასე ვთქვათ, საწოლი წამოწეული სასუმლით, რომ დააჩვიონ პაციენტს თანდათანობით ვერტიკალური მდგომარეობა. ეხლა ნახეთ, მარილს ვაძლევთ. თუ პაციენტს აქვს შეუღლებული ჰიპერტენზია, ორთოსტაზული ჰიპოტონიით, რას ეუბნებით პაციენტს? მარილი არ მიიღო. თუ მიიღოს? არა, თუ არ მიიღოს. არა, ეს დაიხსომეთ, ეს მომენტი დაიხსომეთ. ძალიან ვთქვით, ეს მომენტი დაიხსომეთ, მნიშვნელოვანია. ეს არის სპეციალური ბანდაჟები მუცელზე, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ქვევითკენ არ წავიდეს ვენური სისხლი და შენარჩუნებული იქნას სისხლის მოცულობა. ეს არის ძალიან მარტივი ხერხები, პოსტურალური ფეხების გადაჯვარედინება, ფეხიდან ფეხზე გადასვლა. ეს ყველაფერი პერიფერიულ გულს ააქტიურებს, ღრმა ამოსუნთქვები მოცლი პრესის დაძაბვით. ეს ააქტიურებს სისხლის უკუმოსვლას, ვენური სისხლის უკუმოსვლას, გულისკენ და არტერიული ჰიპერტენზიების შენარჩუნებას. ნუ ეხლა ჩაბუქნას, ეხლა ლაპარაკის დროს ესევე ჩაიბუქნები და თუმცა არა, ქურდულ ვარიანტში გამოვა. ხო, ნუ ეს ისევე წყალი, ვარჯიში, მხოლოდ ვარჯიში როგორ? დაიხსომეთ, თუ თქვენ ამ პაციენტს დაურიშავთ ვარჯიშს ჩვეულებრივ ფიზიკურ მდგომარეობაში, რა ფაიტინგი იმაში რა ქვია იმ ცენტრებს რომ ვარჯიშობენ. ფიტნეს ცენტრი, იქ უარესად გახდება. საერთოდ დაგივარდებათ. ვარჯიში იწყება წოლიარ მდგომარეობაში, ნახევრად მდგომარე და მჯდომარე მდგომარეობაში თანდათანობითი გადასვლით. თანდათანობით ეს არის და ძალიან კარგი არის ცურვა ამ სიტუაციაში. გასაგებია რა, რატო არის ცურვა კარგი. ეხლა რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, მედიკამენტური მკურნალობის შერჩევა თავიდან ბოლომდე ხდება იმის, თუ ეს არის ჰიპერადრენერგული სინდრომი, რას ვნიშნავთ? ბეტა-ბლოკერს. აბა რომელ ბეტა-ბლოკერს ახლა ესეთი კითხვა მაქვს. ანაპრილი, ნუ ეს პერინდოპრილაშუაში. ანაპრილის რა ქვია კაცო? პროპრანოლონი. დოზა ძალიან საინტერესო. 30 მგ დღეში. არა უმეტეს 60 მგ-ისა დღეში. მეტმა შეიძლება უარის მდგომარეობაში ჩაერთო. ანუ ეს არის სუბკლინიკური დოზა. ჩვენ როდესაც ვნიშნავდით ის რა ქვია ანაპრილინს, თქვათ იგივე კორონარული დაავადების სამკურნალოდ, დოზა იწყებოდა 120 მგ-დან 480 მგ-მდე. არა? ეს აქ არის სუბკლინიკური დოზა. იგივე როდესაც ანტიარითმულად ხმარობთ, აბათეთ 60 მგ-ს რასაკვირველია ვნიშნავ ხოლმე, მაგრამ ძირითადად გათვლილი არის 120 მგ ან მეტი. ანუ აქ არის სუბკლინიკური დაბალი დოზა. და კიდევ ერთი პრეპარატი, რომელსაც აი ესე ვეხვეწები ამ შემომტანებს, ეს არის ივაბრადინი. ხო, კორონარული დაავადებიდან ამოაგდეს, გულის უკმარისობაში ლავის მეორე ბეში კი არა, იქიდან შეიძლება ამდა. ეს არის პირდაპირ ჩვენება, რატო ამას არ ვაწვდით ექიმებს? არაო, ფირმა თქვა არაო, არ გინდათ და ნოგინდათ, ჩემი პრობლემა არ არის. კარგი, გადავდივარ გასტროენტეროლოგიაზე, რატო? კიდევ ვიმეორებ, ამას წააწყდება თავის პრაქტიკაში ყველა თერაპიული სპეციალობის ექიმი, მათ შორის კარდიოლოგიც. ფუნქციური დაავადებები. რა არის ფუნქციური დაავადებები? ეს არის ავადმყოფობები, რომლებიც გულისხმობს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ნერვული სისტემის პერიფერიულ გულს შორის ურთიერთქმედების დარღვევას, რასაც ახლავს გარკვეული კლინიკური ნიშნები. ეს არის ამას არეგულირებს რომის პროცესს ეძახიან, სადაც ხდება ხოლმე აი გარკვეულ 4 წელიწადში ერთხელ ხა მეხუთე შეხვედრა ჰქონდათ, სადაც ხდება
კლასიფიცირება ამ დაავადებების, მათი მკურნალობის, დიაგნოსტიკის ტექნოლოგიის, ასე ვთქვათ, შეფასება. ეს სერიოზული პრობლემაა და რატო არის? მოსახლეობის, სოფლიო მოსახლეობის 40%-მდე არის შეპყრობილი ამ ავადმყოფობით. ერთ-ერთ კარდიოლოგთან, ახალგაზრდა კოლეგასთან მქონდა ის კამათისავით იყო რა, ფლატ კამათი კი არა. მეუბნები რომ აი ეს მეთქი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ძალიან ხშირია მეთქი, ჰიპერტონია კი არის, მაგრამ ჰიპერტონიაზე ბევრად უფრო ხშირია მეთქი. რანაირად თუ ამ ლაპარაკში ნახევარს ორჯერ წავიდა ტუალეტში და შემოვიდა. ბოლოს კითხე ის რამე არა, მესუ ესე ვარ. მაპატიეთ ის კიდევ მაგარი ნერვული სისტემის მქონე ადამიანი არის. ხა წარმოიდგინეთ, მე ლექციის დროს ორჯერ რო გავარდი და შემოვარდა. თქვენც გაგიჟდებით და მეც გავგიჟდები, არა? ეს ძალიან ხშირი მდგომარეობა არის. გავრცელება საკმარისად დიდი არის განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. ექიმთა მიმართვის, გასტროენტეროლოგთა მიმართვის 2/3 არის სწორედ ესა და თერაპევტთან დაახლოებით 1/3. წარმოიდგინეთ, აბსოლუტური უმრავლესობა პაციენტების არის აი ეს ფუნქციური დაავადებებზე მაქვს ლაპარაკი, აქ არა მაქვს ლაპარაკი რეფლუქსზე და იმაზე, რა წყლოვან დაავადებაზე. აი აქ არის ჩამოთვლილი ფუნქციური დაავადებები, რომლებიც არსებობს. ჩვენთან ხდება მარტო გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირება და მაგაზე საუბარი. გაგიგიათ დიაგნოზი ფუნქციური ყაბზობა? დიაგნოზი გლობუსი, ანუ საყლაპავის გლობუსი. ანუ ისა რა ქვია, ფუნქციური ტკივილი სწორ ნაწლავში? ანუ და ესეც ფუნქციური დაავადებებია, ხშირი არის. ხშირი არის, იშვიათი არ არის, გაბიგეთ. ასე რომ საუბედუროთ ამ დაავადებებს ყურადღებას არ ვაქცევთ. არა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ვეძახით რატოღაც კოლის, არაფერი კოლიტინგ არ არის, ათების ნიშანწყალიც არ არის. არ დღეს ყველაფერს ათებას ვეძახით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ათების დაავადება არ არის ეს. ასეა თუ ისე ეს სერიოზული ავადმყოფობები არის და აი ზოგადად რო ვთქვათ, ფუნქციური დაავადებების, ნებისმიერი ფუნქციური დაავადებების დიაგნოსტიკის საერთო უნივერსალური კრიტერიუმი რა არის? არა აქვს მნიშვნელობა თავით ტკივა, გულით ტკივა, ცხვირით ტკივა თუ კუჭია გაშლილი. ბოლო 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ მაინც უნდა ქონდეს გამოვლენა. მეორე, ავადმყოფობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები და რაც თავარია, არ უნდა ქონდეს წითელი ალმის ნიშნები. გამიგეთ? არა აქვს მნიშვნელობა რომელ ფუნქციურ დაავადებაზეა ლაპარაკი. წითელი ალამი რა არის? თქვათ, სტრაფიკლება, პალპირებადი წარმოგდგენილი მუცლის არეში, დაავადების აღმოცენება, რას მეუნება წითელი ალამი? აქ შეიძლება რაღაც სხვა იყოს, ვიდრე მარტო ფუნქციური დაავადება და ღრმად გამოიკვლიე. კი, მაგრამ აი სიტყვაზე თუ პაციენტი მოვიდა აი ტიპიური ნიშნებით, რაც დამახასიათებელია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისათვის, ნუ აქ არის ჩამოთვლილი. რას გაუკეთებთ თქვენ ამას? აი რა კვლევებს? ბატონო? აი თქვენ ხართ ექიმი, არა აქვს მნიშვნელობა, კარდიოლოგი და გულზე გელაპარაკა 1 საათი ეს მაწუხებს და მერე გითხრა, აი ყაბზობა მაქვს. არ შეიძლება კონდეს? კოლონოსკოპიას. არა. ბატონო? არა. თუ პაციენტი ახალგაზრდა არის, წითელი ალმის ნიშნები არ არის, თქვენ უფლება გაქვთ პირდაპირ გამოიტანოთ ეს დიაგნოზი. მაგრამ ზოგადი საექიმო კვლევა, ანუ სისხლის საერთო ანალიზი, არა, ეს უნდა გაკეთდეს. სხვა შორის ზოგადი საექიმო კვლევის, ასე ვთქვათ, რაოდენობა ძალიან ცვალებადი არის. ხო, რაღაც ნეიროპათიებთან დაკავშირებით რაღაცას ვკითხულობდი და ერთ-ერთი შემთხვევა იყო კარპალური ტუნელის სინდრომზე იყო და ესეთი შემთხვევა იყო, ძველი შემთხვევა, როდესაც კარპალური ტუნელის სინდრომი დაესვა და მე კლინიკაში რო შემოვიდა, გუნკერდის რენტგენი გადაუღესო და ეს ექიმი კომენტარს აკეთებს. მაშინო გუნკერდის რენტგენი აუცილებელი იყო კლინიკაში შემოსული ყველა პაციენტისთვისო, ამერიკელებზეა ლაპარაკი. დღეს აღარ არის ეგ. გამიგეთ? და პაკოსტას სინდრომი აღმოაჩნდა. ანუ კიბო ფილტვის კიბო მწვერვალოს კიბო. ხო და ანუ აი ამ ნიშნების საფუძველზე თუ არა აქვს წითელი ალმის ნიშნები, თქვენ თავმად შეგიძლიათ გამოიტაროთ იმ ფუნქციური დაავადების დიაგნოზი, რომელზედაც გაქრეთ. დამატებითი კვლევები არ არის საჭირო. გამიგეთ? იმიტომ რომ ის დამატებითი კვლევები საბოლოო ჯამში ვერაფერს ვერ გმატებთ, გიძვირებთ მარტო პაციენტის გამოკვლევას და რაც თავარია, კიდევ მე ფსიქოსომატიკასთან გაქვთ საქმე. კოლონოსკოპიას რო გავუკეთებ, კაცზე ეტყვია არაფერი გაქო. როგორ გონიათ ის იქიდან რა ხასიათზე გამოვა?
ესე იგი მაინც რაღაცა მაქვს, ამხელა რაღაცა არა გაქვსო არაფერი არ აქვს და გაქვსო კიდე ეს სხვა ამ პაციენტების პრობლემა სხვა არის. ეხლა გლუტეინოპათიები წარმოუადგინე რატო? საქმე ის არის, თითქოს გლუტეინოპათიასთან თქვენ არც ერთ საქმე არ აქვს. გავრცელებული დაავადება არის. მართლა გავრცელებული არის. გავრცელებული დაავადება, რომელზედაც საუბედუროდ ჩვენ ექიმებს პედიატრების გარდა ძალიან მიახლოებითი წარმოდგენა აქვს, თუ არ ვიწყდებს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა. ეს არის გლუტენი, ეს არის ცილა, რომელიც არის ჩვეულებრივ პურში, შვრიაში და ქერში. რომელიც აძლევს წებოვნებას პროდუქტს, ამის გამო გამოიყენება ძალიან ფართოდ, როგორც საკვები დანამატი, საკვები დანამატში მე იმას კი არ გულისხმობ, რა ქვია, ვიტამინების და იმის და საკვები დანამატი, რომ პროდუქტი უფრო გებრიელი გახადოს, მაგალითად კეჩუპში ის რომ ისეს, რა ქვია, წებოვნება რომ ისეს, კბილის პასტაში, პომადაში წებოვნება რომ ისეს და არ ვიცი რა, კატლეტზე აღარ ვამბობ. გასაგებია რა გახიულია პურში. ანუ ყველგან არის ეს გლუტენი. და ამიტომ სდაყინში, შოკოლადში, რა ვიცი ყველგან. არ და ვისაც გლუტეინოპათია აქვს, მაგისთვის გლუტენი არ შეიძლება და პროდუქტი იყოს აი მაღაზიაში რომ შეხოთ დახვდეთ გლუტეინო, ასე თქვათ ისე. სხვა არ შეიძლება. ხსნადი ჩაი, ხსნადი ყავა, ყველგან გლუტეინია. ეხლა რაშია საქმე? საქმე ის არის, რომ ეს გლუტენი, ეს ცილა ძნელად მოსანელებელია და ვისაც აქვს გლუტეინის აუტალობა, უფრო სწორედ ცელიაკია ვისაც არის და ცელიაკია ეს არის აუტოიმუნური ავადმყოფობა, პრაქტიკულად გენეტიკურად დეტერმინირებული ავადმყოფობა, ვერ ხდება გლუტენის მონელება, ის გროვდება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ან და 12-გოჯა ნაწლავის დისტალურ ნაწილში, იწვევს ქრონიკულ ანთებას, რომელიც ტელიფოციტებით ინდუცირებული ანთებაა, რაც იწვევს თავის მხრივ იმის ლორწოვანის ატროფიას, ხავების დაზიანებას და მივდივართ ემამდე, რა ქვია, ბალაბსორციის სინდრომამდე. გასაგებია რა? თუ სამი ვარიანტი რომ არის, ეს სამი ვარიანტი როგორ არის? პირველი ვარიანტი არის ალერგია. ალერგია გასაგებია, ჭამა პური გამოვაყარა და აღარ შეჭამს და აღარ გამოაყრის. ეს ყველაზე ადვილად გამოსავლენი არის. მეორე არის ცელიაკია, ეს აუტოიმუნური დაავადება, აუტოიმუნური ავადმყოფობა, რომელზედაც აი ახლა მექნება საუბარი. მესამე არის ეგრეთ წოდებული აუტალობა, მაგრამ აუტალობასთან მიმართებაში, რას ვაგეთებ კაცო? აუტალობასთან მიმართებაში მრავალი კითხვა არის. ზოგი ამბობს, რომ ეს ავადმყოფობა გლუტენის აუტალობა კი არ არის, არის აუტალობა თქვათ იმ ნივთიერებებით, რითაც წამლავენ, თქვათ, რითაც აკონსერვებენ პურს, ხორბალს და ასე შემდეგ. ნუ ეს მეორე. ყოველ შემთხვევაში ცელიაკიაში არავის ეჭვი არ ეპარება მის არსებობაში და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, არ შეიძლება რომ ეს ისტორია არ მოგიყვეთ. თვითონ აი მეჯ ბელინგ და სამუელ ჯიმ გასული საუკუნის დასაწყისში აღწერეს ეს ავადმყოფობა ბავშვებში. რითი ხასიათდებოდა? ეს არის მუცლის ბერვა, გაუთავებელი ფაღარათი, წონაში კლება, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და ბავშვები საბოლოო ჯამში საკმარისად ახალგაზრდა ასაკში იღუპებოდნენ იმით, რა ქვია, ბალაბსორციის სინდრომით. შიმშილით რა პრაქტიკულად ბალაბსორცია არის, არ შეიწოვება პროდუქტები. საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აი ამას გარკვეულწილად აფერხებს ბანანის დიეტა, ეს ხდება ევროპაში გაოხრებულ ქვეყანაში. რას ვიყურებთ? გაოხრებული ქვეყანა არის, ხა რაც მოგიყვებით აპარა. ეხლა ევროპაში მაშინ ბანანი ესე არ იყო, არა? ამიტომ რა გააკეთეს? ეს არის გასული საუკუნის დასაწყისზეა ლაპარაკი, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. გააკეთეს ინტერნატები, სადაც თავს უყრიდნენ ამ ბავშვებს, რომ იქ მიეცათ ეს ბანანი. არა? თუ ეს ჩორებრივი ამბავი იყო. და ერთ-ერთი ასე ინტერნატი იყო ჰოლანდიაში და ბუნებრივია ჰოლანდია, როდესაც გერმანელებმა ასე თქვა ოკუპაცია გაუკეთეს, გერმანული ოკუპაციის პერიოდში, გერმანია ბლოკადაში იყო, პური არ ჰქონდათ, პური ვერ შედიოდა და პური არავის არ ჰქონდა, არც გერმანელებს და ბუნებრივია ამ ბავშვებს პური არ ჰქონდა და ბანანზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რა ბანანი, რის ბანანი. და იყო ესეთი ექიმი, დიკე,
რომელმაც ახლა მთავარი ექიმი იყო ამის ბავშვების რაღაცა ხონდა ეჭამა და რა არის ჰოლანდიაში ბევრი ტიტა აიღა ტიტას ის რა ქვია ბოლქვი დაფქვა გააკეთა პური რა პურიც იყო წარმოგიდგენიათ რაც იყო აჭვევდა მამას ბავშვებს და ბავშვები გამოკეთდნენ ზდაში წავიდნენ ფაღარათი შეუწყდათ მუცელი დაუპატარავდათ კარგად გახდნენ დადგა 45 წელი შემოვიდნენ ამერიკელები შემოიტანეს პური შოკოლადი ყველაფერი და ბავშვებს ისევე დაეწყოთ ფაღარათი ისევე დაეწყოთ ამ კაცმა ეს ყველაფერი გაანალიზა ჩვეულებრივი ექიმი არის არ არის ეს არაფერი 52 წელს თქვა დააკავშირა ეს ყველაფერი გლუტენთან პურთან და იმ ცილასთან რომელიც იყო პურ პროდუქტებში გლუტენთან და საფუძველი ჩადაუდო აი ამ ავადმყოფობას ცელიაკიას რომელზეც ჩვენ ვიცით რომ ეს არის აი ამ ჰაშელა დ-8 ჰაშელა დ-8 მატარებელი ანტიგენების მქონე ადამიანებთან სიხშირე ნახეთ სოფლიოში როგორია 0.5 ძალიან ხშირი ავადმყოფობა არის და აი აქ ერთი მომენტი და ეს რა ხდება გასაგებია ფორმები კლასიკური ფორმა ის რაც ბავშვებთან ხდება ასიმპტომური გენეტიკურად დეტერმინირებულია სიმპტომები არ აქვს ლატენტური გასაგებია ნათესაობას აქვს თვითონ არ აქვს პოტენციური გასაგებია ატიპიური ფორმა მოზრდილთა ფორმა აი ეს ატიპიური ფორმა სამჯერ უფრო ხშირი არის ვიდრე ტიპიური ფორმა საქმე იქამდე მივიდა რომ რატო ვეძახით იმას ატიპიურს და ამას ტიპიურს როდესაც ის გაცილებით უფრო ხშირი არის და ნახეთ რითი ვლინდება აი ეს ატიპიური ვარიანტი ნუ ფაღარათი იმასაც აქვს ყაბზობა ბავშვებს ყაბზობა არ აქვს მუცლის ბერვა იქაც არის აქაც არის ანორექსია გულისრევა წონაში კნება ან მატება სიმსუქნე და აი ახლა აქ რასაც წარმოგიდგეთ ნახეთ ეს კიდევ ვამბობ ეს ხშირად ატიპიური ფორმა კლინიკაში შედის დიურიგის დერმატიტი ეს პირდაპირ გამოვლენა არის და ამ დიურიგის დერმატიტს თუ ნახულობთ პირდაპირ შეგიძლიათ თქვა რომ პაციენტს აქვს ცელიაკია ოსტეოპენია ოსტეოპოროზი რკინა-დეფიციტური ანემია რეფრაქტერული B6 დეფიციტური ანემია B12 არა B12 აი აქ შეიწოვება ატაქსია პერიფერული ნეიროპათია ეპილეფსია ფსიქიური დარღვევები ავტოზური სტომატიტი ქეილიტი უშვილობა მამაკაცის და ქალის სპონტანური აბორტები მკვდრადშობიარობა თუ უღონება თავისკივრი გასაგებია კლინიკა აქედან ახლა მასთან შეუღლებული დაავადებები ავტოიმუნური ავადმყოფობა რომ არის წესი არის ჩვეულებრივ ავტოიმუნური ავადმყოფობა ხშირად მარტო არ არის მასთან ერთად რაღაცა სხვა ავტოიმუნური დაავადება არის ჰაშიმოტოს თიროიდიტი რატომ ვამბობ ხმამაღლა ამას ჰიპოთირეოზი არ იქა ის ავტოიმუნური ტოქსიური ჩიყვი შაქრიანი დიაბეტი ტიპი პირველი მადლობა ღმერთს ბავშვთა ენდოკრინოლოგები საქართველოში მე ვამბობ ნორმალურ ენდოკრინოლოგს ყველას უკეთებენ ანალიზს ცელიაკიას რატო თქვენ თუ დიეტაზე დასვათ ბავშვს რასაკვირველია პირველი ტიპის დიაბეტი და ვერ მოარჩენთ მაგრამ ის უბედურება რაც ამ ბავშვებს წინ გაუთავებელი ცვლილება ინსულინის დოზის ჰიპოდან ჰიპერში გადასვლა ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ხდება მეტნაკლებად მოწესრიგებული სტაბილური ხდება ინსულინის დოზა ავტოიმუნური მიოკარდიტი კოლანგიტი ჰეპატიტი და არა ჰოჩკინის ლიმფომა ერთ-ერთი ეთიოლოგიური ფაქტორი იდიოპათიური დილატაციური კარდიომიოპათია შენგრენის სინდრომი რევმატოიდული ართრიტი კრონი და ასე შემდეგ ადისონის დაავადება და ასე შემდეგ საკმარისად დიდი ჩამონათვალი არის ეხლა საქმე ის არის მე სულ მაინტერესებდა თქვენ რო გადახედოთ დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოებს ნებისმიერს აი აქ რაც ჩამოგითვალე ყველგან წერია პაციენტი გამოიკვლინა ცელიაკიას სულ ყველგან წერია რამდენჯერ გაქვს ცელიაკიას პაციენტი გამოკვლეული იქ წერია ეხლა რატო აი ეს სხვათა შორის აქ არის ეს არის ატიპიური ფორმა უსიმპტომო ეს ბავშვების ფორმა სიხშირე რაღაცები სიმპტომები რაც გინდა სულო და გულო
დიაგნოსტიკა, ენდოსკოპია, მაგრამ საუბედურო ხარ ერთი მომენტი. ენდოსკოპია მარტო საკმარისი არ არის ვიზუალიზაცია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს მორფოლოგიური კვლევა, ანუ და თვითონ ბიოპტატი უნდა იყოს ძალიან ფაქისად აღებული, მკაცრად ვერტიკალურად უნდა იყოს შესული ნემსი, იმიტომ რომ იქ ხდება ხაოების სიმაღლის შეფასება და თუ დახრილად არის, შეცდომა იქნება დაშვებული. და ასე იგი სეროლოგიური მარკერების გამოკვლევა. ეს ჩვენთან არის და შესაძლებელი არის აბსოლუტურად. კურნალობა ერთადერთი არის დიეტა. და ძალიან უმკაცრესი. ხო, ტიტის მომქოს მართხეს, მაგრამ სხვათა შორის რაც შეიძლება, ჭადი პრობლემა არ არის. ღომი პრობლემა, ანუ ისა რა ქვია, სიმინდი პრობლემა არ არის, გრეჩიხა პრობლემა არ არის. პური, ქერი, შვია არ შეიძლება. შვიაზე რა არის? იცით, შვიაზე ამობენ, შეიძლება, მაგრამ პურს და შვიას ფქვავენ ერთი და იგივე იმაში, წისქვილში. ჩვეულებრივ ეს პურის და ქერის ისინი მინდვრები ან მონაცვლეობითან და შერევა ხდება ხოლმე და აქ უკაც როგორ არის ისი, ვისაც ცელიაკია აქვს, იმას სამზარეულოში ცალკე კუთხეა გამოყოფილი, შუაში ისე აქვს ჩადებული, რა ქვია იმას. ტიხარი. ცალკე დანა, ცალკე ტაფა, ყველაფერი ცალკე უნდა ქონდეს. აი გაოხრებულ ქვეყნებში, აი მოხსენებელ ქვეყნებში. თუ შენ შედი რესტორანში რომ შეხვალ და ეტყობ ცელიაკია მაქვს, ვალდებულები არიან თქვენთვის ცალკე ის მოიტანონ მენიუ. აი თუ 60 წარდგენ რომ ცელიაკია გაქვს, მაშინ მოთხოვნის მიხედვით ვალდებულები არიან შეგიშვან სამზარეულოში, რომ ნახო რამდენად დაცულად კეთდება თქვენთვის საჭმელი. რომ იცოდეთ ეს რამდენად სერიოზული პრობლემაა. ხო და მივდივართ ახლა ჩვენ ამას ისე ვბრუნდებით ნერვულ სისტემას, მოვიდა თქვენთან პაციენტი ჰიპერტონით, აი ის, რომელსაც წვება წნევა აქვს, ადგება აღარ აქვს და პირიქით უვარდება. არ იცით მარილი მისცეთ, არ მისცეთ, ხან შესული კაცი არის, თან ჰიპოვოლემიის მდგომარეობაა, თავსატეხი არის თქვენთვის, რა გააკეთოთ აღარ იცით. მოვიდა პაციენტი ათეროსკლეროზით, რომელსაც აღმოაჩნდა ცელიაკიაც აქვს. ხორცი არ ეჭმევა, ცხიმიანი არაფერი არ ეჭმევა, ხა პურიც აღარ ეჭმევა. რა გავაკეთე? თქვენ გისგებხართ ერთია და ის კაცი რა მდგომარეობაში ხო წარვე საერთოდ გისგავს. გინდა არ გინდა? ახლა იმებზე აღარ ვლაპარაკობ, ფსიქოსომატურ დაავადებებზე აღარ ვლაპარაკობ. გინდა არ გინდა გჭირდება რაღაც პრეპარატი, რომელიც მეშვეობითაც მოახდეთ ზემოქმედები, მას მის ხასიათზე, მის ფსიქიკაზე, დეპრესიაზე, რა ვიცი, რაც გინდა ცულო და გულო რა. და ბუნებრივი აქ არის ჩამოთვლილი ძირითადი, ასე ვთქვათ, აქტიური პრეპარატები, მაგრამ საუბედუროდ შესაძლოა ისევ არითმიის თემას დაუბრუნდეთ. უმრავლესობა ქუტეს ახანგრძლივებს და ეს ქუტე აუცილებლად უნდა იყოს შეფასებული. სხვათა შორის მე რაღაც ვერ ვიხსენებ ნევროლოგები დიდად აფასებდნენ ქუტეს ხანგრძლივებას ან ფსიქიატრები ჩვენთან. არ ვიცი ბატონო ნიკოლოს, იქნებ თქვენ წააწყდით ამერს. ქუტეს ხანგრძლივების შეფასებას ამ პრეპარატების ნუ არა აქვს მნიშვნელობა, არა, ასნიკასაც არ უნახავს ეს. ნევროლოგები ქუტეს ამას თუ ნიშნავს, უნდა ვალდებული არის შეაფასოს. ნევროლოგები აგზავნიან ისევ ჩვენთან და დავეთანხმოთ დანიშნულებას. ტრანკვილიზატორის დანიშნულება. ეს შედი ნევროლოგი აგზავნის, აბა ნევროლოგიური განყოფილების ექიმს კითხე აგზავნის. ნუ ყოველ თუ აგზავნის, ნუ კარგია. ფსიქიატრები არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის და რაღაცა გჭირდება, თქვენ მაპატიეთ ეს სპეცრეცეპტი არის, სპეციალ ფსიქოფარმაკოლოგია, ერთო რთული დარგი არის, რომელიც მოითხოვს ძალიან ისეთ კარგ ცოდნას მარტო დოზირების, ჩვენების კი არა, თვითონ მოქმედების მექანიზმების შეუღლების პრინციპების და მოხსნის და დანიშვნის პრინციპების. ცალკე მეცნიერება არის. დიდი სახელმძღვანელოთი. პლუს დიაგნოსტიკა უნდა მოახერხოთ, ან ფსიქიატრია უნდა იცოდეთ. მაგრამ გვჭირდება რაღაცა ისეთი, რაც არც ფსიქიატრიის ღრმაცოდნას მოითხოვს, ზედაპირული საკმარისი არის, რაც არც ქუტეს გამიხანგრძლივებს და ამავე დროს მომცემს შედეგს და მარტივი სამართავია. და ამნაირი არის ადაპტოლი. როგორ გადავედი ადაპტოლზე, საიდან სადო. ამათ ხელი ჩაიქრეს, რა
ცელიაკია კატონომიკა მხოლოდ იმათ უნიშნავთ ადაპტებს. ყველას. სხვათა შორის აი დალებასთან აქეთ საერთოდ ლუდი არ შეიძლება მაგათვის. ვისკი არ შეიძლება, არაყი შეიძლება. არა, ვისკი შეიძლება. ხო, ეს შარდოვანას ბიციკლური ნაწარმი არის მოქმედებს ჰიპოთალამუსსა და ლიმბურ სისტემაზე. პირდაპირ სეროტონინული და ქოლინერგული მოქმედება გააჩნია, სუბუქი ანტიადრენალინული მოქმედებით. აბალანსებს ნეირომედიატორების მოქმედებას, რის გამოც მას გააჩნია სტაბილიზაციული ეფექტი და ბევრი ამბობს, რომ ადაპტოგენი არის, აქვს აქსიოლიტიური მოქმედება, სუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება და ამავე დროს ასე ვთქვათ, გარკვეული მასტიმულირებელი ეფექტიც გააჩნია. პრეპარატი არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ რეცეპტს, არსებობს ასე ვთქვათ, დამარეგულირებელი არის ერთის მხრივ აქსიოლიზური ეფექტი, მეორეს მხრივ ვეგეტომასტიმულირებელი ეფექტი, ანუ ამ თვალსაჩინით მომგებიანი არის და კომპლექსურ მკურნალობაში თავისუფლად შეგიძლიათ დანიშნოთ. მით უმეტეს, რომ მას არ გააჩნია პრაქტიკულად გვერდითი მოვლენები ალერგიული რეაქციის გარდა. პრეპარატი გამოდის ორნაირ დოზირებაში, ეს არის 300 და 500 მგ, ინიშნება ჩვეულებრივ 3 დღეში, თუმცა ანუ გამოდის მაქსიმალური დოზა, თუმცა არ არის, ეხლა გეუბნებით 1500 არ არის მაქსიმალური დოზა. კვლევები არის, სადაც იყენებდნენ 10 გრამამდე და გვერდითი მოვლენები არ იყო. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დოზირება 3000 ან მეტი 3000 გრამი ან მეტი საჭიროების შემთხვევაში. და კიდევ ვიმეორებ, ჩვენებები საკმარისად ფართია, უკუჩვენებები ამავე დროს მინიმალურია და თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გვადოთ ყურადღებისათვის და რომ გამიგზავნოთ ამჯერად ხანს. პაციენტებისგან ყველაზე ხშირად ასწორი შეკითხვა. ხო. საჭე, ალკოჰოლი, საჭეზე პრობლემა არ არის საერთოდ, იმიტომ ძლიანობას არ იწვევს. ალკოჰოლს რაც შეეხება, ასევე შეგიძლიათ ერთდროულად მიიღოთ, თუმცა ეხლა ნახეთ ალკოჰოლი ეხლა ორთოსტაზულ თმებაზე ჰიპოტონიაზე ალკოჰოლი არის. ანუ ალკოჰოლი, მან რა არის საქმე? ალკოჰოლი ის პოპულარობა, რაც ალკოჰოლმა მოიპოვა ერთ პერიოდში, თანდათანობით ისევე უახლოვდება ნოლს. ანუ ის სარგებელი აღმოჩნდა, რომ სარგებელი არ აქვს. მავნე მოქმედება დიზოზას რასაკვირველია აქვს. ჰიპერტონიის დროს საერთოდ აგვიგრძელეს ალკოჰოლის მიღება მკაცრად. თან თრობაზე არ არის ლაპარაკი, ასე რომ ალკოჰოლთან მიმართებაში ინდივიდუალურად გადაწყვეტეთ. საჭე პრობლემა არ არის. რამე სხვა კითხვა? ხანგრძლივობა. ახაც ეს როგორ გითხრათ, რა ძალიან ინდივიდუალურია. ეფექტი ჩვეულებრივ იწყება პირველი 5-6 დღის განმავლობაში. დანარჩენი, ეხლა ნახეთ, თუ პაციენტს აქვს პირველი თუ სერიოზული პრობლემა არის, ეს არის პერიოდი, რომ გადახუროთ სანამ მივა სპეციალისტთან. ეს პერიოდი. და აუცილებლად თუ პაციენტს აქვს შფოთვა, ღრმა დეპრესია, ეს თქვენი საქმე არ არის. ვერ მოუვლით თქვენ ამას. იგივე ეხება პანიკურ ატაკებს. კი ბატონო, სიტუაციური, მაგრამ პანიკური ატაკის მართვა, შეტევის მართვა უნდა ასწავლოთ. და თქვენ ვერ ასწავლეთ, იმიტომ თქვენ თვითონ არ იცით რას ასწავლეთ. ესა, რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ხანგრძლივად შეიძლება გამოიყენოს. მთელი სიცოცხლე ეს გამოცდილება, მაგრამ მე ვერსად ვერ ვნახე, მე რაც ვნახე, ძირითადად ლაპარაკი იყო 3-დან 6 თვემდე ჩათვლით. უფრო ხანგრძლივი კვლევები მე ვერ ვნახე. ამიტომ ამაზე მეც ვერ გეტყვით. მაგრამ პოლიპრაგმაზიის პერიოდში ახლა რა ვიცი, ზედმეტი რა ვიცი, მე ვთვლი, რომ რაც შეიძლება ნებისმიერი პრეპარატი თუ შესაძლებელია იმის მოხსნა, უნდა მოიხსნას. არა, არ გააჩნია, არ გააჩნია. ის არ მოხდება. არა. პირდაპირ შეგიძლიათ მოხსნათ, არ გააჩნია. კარგით, მადლობთ ყურადღებისათვის. რა არის, იცით, აი ხა ნახეთ რა შეესაქმე. მე ეს კითხვა დავსვი. და კითხვა დავსვით, რომ ჩემთვისაც დარჩა კითხვად. როდესაც პაციენტს აქვს ჰიპოვოლემიით გამოწვეული ორთოსტაზული ჰიპოტენზიის სინდრომი, ჰიპერტენზიის ფონზე, ეს არის თავიდან ბოლომდე ვერც ერთი გაიდლაინი ვერ გაგცემთ თქვენ პასუხს. ექიმის მარიფათის ამბავი. მარიფათში რას გულისხმობ? ის ცოდნას გულისხმობ,
მის გამოცდილებას გულისხმობ, მის დაკვირვებას. უბრალოდ ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, ეს პაციენტები მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას. მედიკამენტური მკურნალობის განსაკუთრებულ შერჩევას. როდის დაუნიშნო? აი ზოგი ამბობს, ეს არის სიტუაცია, როდესაც ღამის საათებში უნდა დანიშნო. რატო? იმიტომ რომ მაშინ არის წნევა მაღალი, უпросто დაბალი კი არის მაღალი. დღის საათებში პირიქით. მაგრამ კონკრეტულ პასუხს არ არის კვლევა ჩატარებული. ერთადერთი არის კითხვის ნიშანი. და რომ იყავით ყურადღება, მალულ ვიქნებ ყურადღებას, სხვა რა გზა მაქვს, რომ